ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. ჩვენ დავბრუნდით ეთერში პოლიტიკური თემატიკით. ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი იქნება ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა, ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. დიდი მადლობა, თქვენ არც თუ ისე ხშირად ჩანხართ ტელეეთერებში და რადიოში. რატომ ეს ფუნქციურად რატომ არ არის აღმასრულებელი მდივნის? ძალიან ძიმე გრაფიკი გვაქვს, ერთად დაკავებული ვარ პარტიული მშენებლობით. ხსენება დავანონსებ ჩვენ რომ ძალიან სერიოზულად გავაძლიერებდით ჩვენ პარტიას ორგანიზაციული სტრუქტურული თვალსაზრისით და ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობთ. და როგორ მიდის პარტიული მშენებლობა? აი რას გულისხმობთ? რა აკლდა პარტიას და ახალი არჩევნებისთვის რა სიახლეს მატებთ პარტიას? პირველ რიგში პარტიას სჭირდებოდა ორგანიზაციული გაძლიერება, რასაც ჩვენ ხშირად საუბრობდით. ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ, მოგეხსენებათ 3 წლის წინ დავფუსდით და ამ 3 წლის განმავლობაში 3 არჩევნები გამოვიარეთ, საკმაოდ რთული, წარმატებული, მაგრამ რთული არჩევნები და ძირითადად საარჩევნო პერიოდში გვიწევდა აქტიურობა. სამწუხაროდ ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხეთ ეს რომ გაგვეძლიერებინა პარტია ორგანიზაციულად, პარტია როგორც ასეთი კაცრი გაგებით არ იყო ჩამოყალიბებული ორგანიზაციული თვალსაზრისით და ამ საქმეს მოვგედეთ ძალიან აქტიურად ხელი, ანუ შარშან დავანონსეთ ჩვენ ეს პროცესი, ეს მიზანი და ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ ყველაფერზე. ჩვენი ამოცანა პირველ რიგში გახდა ცენტრალური აპარატის გაძლიერება და ეს პროცესი პირველი ფაზა რეორგანიზაციის უკვე დასრულებულია. დღეს ცენტრალური აპარატი მუშაობს ძალიანად განახლებული სტრუქტურით და შემადგენლობით და ახლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი ადგილობრივი, ანუ საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების გაძლიერება. ამისათვის დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა. ამ გეგმას მივყვებით კონფერენციები დასრულდება მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტის თვეში და მარტიდანვე ძალიან აქტიურ პარტიულ სამუშაო რეჟიმზე გადავალთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ გამოდის რომ რაღაც პარტიული მენეჯერი ხართ უფრო, ხო? ვიდრე პოლიტიკური ფიგურა პარტიაში. არა, ასე ვერ ვიტყვით, მენეჯმენტი არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. აღმასრულებელი მდივანი, მდივანს აქვს ორმაგი დატვირთვა, აქვს როგორც მენეჯერული დატვირთვა, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ასე ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ მენეჯერული საქმე. აი მოდით, სწორედ აქ მაინტერესებს აუდიტორიასაც სავარაუდოდ მოდით მოგვიყევით როგორია პარტიული ვერტიკალი ქართულ ოცნებაში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ ხდება იდეის გენერირება, შემდეგ ზემოთ მოტანა და შემდეგ ისევ ქვემოთ გაშვება. თუ შეგიძლიათ ეს პროცესი აგვწეროთ. ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული პროცედურები, დადგენილია ეს პროცედურები პარტიის წესდებით და ასევე სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. ვიცით რომ ძირითადი აღმასრულებელი ორგანო, ასე ვთქვათ, წამყვანი ორგანო არის პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც შედგება 13 წევრისგან და სწორედ ამ პოლიტიკური საბჭოში განიხილება ძირითადი გადაწყვეტილებები და მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება თვითონ უმაღლეს თანამდებობის პირებს, ძალიან მარტივი ვერტიკალია ჩამოყალიბებული, ძირითადად 3 პირი ვართ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი პარტიულ მენეჯმენტზე, მშენებლობაზე, პარტიის განვითარებაზე, მოგეხსენებათ პარტიის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარტიის საერთო ხელმძღვანელობაზე, გენერალური მდივანი წარმართავს უშუალოდ პარტიულ, ასე ვთქვათ, პარტიის განვითარების პროცესს და აღმასრულებელი მდივანი პასუხისმგებელია ამ პროცესის წარმართვის უზრუნველყოფაზე. ანუ ასეთი ვერტიკალი გვაქვს, თავმჯდომარე გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი და ამ ვერტიკალის შესაბამისად, შემდგომ ჩაშლილია ეს მონებრივია სამსახურებად, პარტიულ სამსახურებად. ამ ვერტიკალის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები და ხორციელდება პარტიის განვითარების პროცესი. ლოგიკური შემდეგი კითხვა, სად არის ამ ვერტიკალში ხოლმე ივანიშვილი, როდესაც სოლიდურ გადაწყვეტილებებს იღებთ? ჩვენ გვაქვს ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ გვაქვს პერიოდულად კონსულტაციები, ვერ ვიტყვი რომ ძალიან ხშირად, მაგრამ პერიოდულად გვაქვს კონსულტაციები ჩვენი პარტიის დამფუძნებელთან. და როდესაც საქმე ეხება პრინციპულ საკითხებს, ხშირად ღიადაც, ასე ვთქვათ, გაჟღერდა, ასე ვთქვათ, შინაარსი იმ გადაწყვეტილებების, რომელთა დაკავშირებითაც საჭირო გახდა ჩვენი აზრით ბატონებიძინას ჩართვა. არის ძალიან პრინციპული საკითხები პერიოდულად, რომელთან დაკავშირებითაც გავდივართ კონსულტაციებს და ბატონებიძინა ამ სახით არის ჩართული. აი მაგალითად რა ტიპის საკითხებში ერთვება? აი მაგალითისათვის განიხილებოდა საარჩევნო სისტემის გადასინჯვის საკითხი. და ყველასათვის ცნობილია, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც კოალიციურ ფორმატში, ჯერ პარტიულ და შემდეგ კოალიციურ ფორმატში, როცა საჯარო გახდა ამ საკითხის განხილვა, ჩაერთვა ბატონებიძინა. მოგეხსენებათ, ძალიან რთული იყო კონსენსუსის მიღწევა კოალიციის შიგნით და პარტიის შიგნითაც საბოლოო ჯამში რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით და სწორედ ბატონებიძინას სრული, ასე ვთქვათ, ძალისხმევით მოხდა ის, რომ ჩვენ შევთანხმდით ორსაფეხურიან რეფორმაზე. საუბარია მოგეხსენებათ 2016 წელს
საზღვრების გადასინჯვაზე, რაც უკვე განხორციელდა და საუბარია დღესვე ისეთი ცვლილების მიღებაზე კონსტიტუციაში, რომლის საფუძველზეც 16 წლის შემდგომ ამოქმედება ახალი პროპორციული საარჩევნო სისტემა. ანუ ძალიან რთული იყო ამ, ასე ვთქვათ, კონსენსუსამდე მისვლა კოალიციაში, პარტიაშიც და ბატონი ბიძინას როლი ძალიან დაგვეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. საუბარია ასე ძალიან საკვანძო პრინციპულ გადაწყვეტილებებზე, სადაც, ასე ვთქვათ, ვაწარმოებ ჩვენ კონსულტაციას. გასაგებია მისი სურვილი ხოლმე, რომ რაღაცა სიტუაციაში თავისი აზრი თქვას და კოალიცია, რომელიც მან დააფუძნა, თავისი აზრის მიხედვით წარმართოს ან უთხრას როგორ ჯობს რომ იაროს, მაგრამ მე მაინტერესებს უკავშირი როგორ ხდება. აი მაგალითად თქვენ დაადიხართ რეგიონებში, ხომ? რეიტინგის თვალსაზრისით ესეც ლოგიკურია, რომ ისეთი კარგი პოზიციონირება ქართულ ოცნებას კოალიციურადაც და პარტიულადაც აღარ აქვს როგორც გასული არჩევნების. ბუნებრივია თქვენ ხედავთ პრობლემებს და აკეთებთ ამ პრობლემების იდენტიფიცირებას. უკან მიგაქვთ ეს ამბები, მაგალითად ახლა რომ მაჭარაში ჩახვიდეთ იმ სივრცეში, საიდანაც ამ გიგანტური მხეების გადარგვა მიმდინარეობს, ბუნებრივია ნეგატიური რეაქცია დაგხვდებათ, ხომ? აი ამ რეაქციას აწვდით, რაპორტს უკეთებთ უკან ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ობიექტური სურათი იმ სიტუაციის, რაც გვაქვს რეგიონებში თლიანად ქვეყნის მასშტაბით და ბუნებრივია ამ სურათზე ვსჯელობ ჩვენ გუნდის შიგნით. მათ შორის ბატონი ბიძინას მონაწილეობითაც გქონია ასეთ საკითხებზე მსჯელობა. ანუ კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ გვაქვს ობიექტური ინფორმაცია, ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად თვითკრიტიკულები, ანუ სწორად შევაფასოთ, გავანალიზოთ, თუნდაც ის ხარვესები, რაც შეიძლება ხელისუფლების საქმიანობაში იკვეთებოდეს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ ამ ხარვესების გამოსწორებაზე ვისწრებთ. ნუ რეიტინგი ახსენეთ თქვენ და კომენტარის გარეშე არ მინდა დავტოვო ეს საკითხი. ხშირად ქვეყნდება რეიტინგები, რომლებიც თლიანად არის ასწენილი სინამდვილეს, მათ შორის ვიცით, რომ საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაცია ინდია არის ჩართული ამ ყველაფერში, NDICRRC-ის რეიტინგები ქვეყნდება, რომლებიც თლიანად ასწენილია კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ამ რეიტინგებს არ იზიარებს და არ ვიზიარებ, ინფორმაცია მაქვს მე ზუსტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია დღეს პარტიების რეიტინგები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს რეიტინგები რაც იდება საჯაროდ არის აბსოლუტურად ასწენილი. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ იმ ნაწილს მიეკუთვნებით ქართული ოცნების, რომელსაც აქვს დასავლური განათლება, რომლისთვისაც უცხო არ არის ეს ორგანიზაციები, რომელიც ახსენეთ. რა ამოცანა შეიძლება კონდეს NDI-ის ან IRI-ის, როდესაც რეიტინგს თქვა თქვენი აზრით ისეც არ აქვეყნებს, რაც რეალურია, შეგიძლიათ გითხრათ. მადლობა ამ კითხვისთვის, აქ საქმე NDI-ში არ არის. აქ არის საქმე იმაში, რომ ერთი და იგივე კვლევითი ორგანიზაცია ატარებს, სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია ატარებს გარკვეულ კვლევებს, რომლებიც ვერასდროს ვერ, ასე ვთქვათ, ახერხებს არჩევნების შედეგების გამოცნობას ოდნავაც კი. ჩვენ გვახსოვს რა სიტუაცია იყო მაგალითად 2010 წელს, თლიანად აცდა CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს, მაგალითად ზვიად ძიძიგურს უწინასწარმეტყველებდნენ 2%-ს და დადეს დაიდო ამ დროს 8%-იანი შედეგი, იგივე ეხებოდა ალასანიას და ეს შემდეგ. 2012 წელს ჰქონდა ასევე აბსოლუტურად დრამატული სხვაობა კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის, იგივე იყო 13 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგივე იყო 14 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე. მაგრამ აი უკაცრავად, როდესაც NDI პარტნიორად CRRC-ს ირჩევს ამ კვლევის დროს ველზე, რა ინტერესი აქვს მას, რომ გაილანძღოს მუდმივად, რომ არენდობოდნენ ამ სიღრმეებში მე უკვე ვეღარ შევალ, ჩემთვის თავარია სურათი. თავარია ის, რომ რეგულარულად ამ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების მიერ დაკვეთილი კვლევები სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ასწენილია სინამდვილეს. გარდა იმისა, რომ ჩვენ დავუშვათ ვიცით, როგორ იყო ასწენილი წინა არჩევნების შედეგების წინა კვლევები, გვაქვს ასევე საკუთარი შიდა კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს იმას, რომ რეალურად ძალიან დიდი სხვაობაა იმ კვლევებსა და რეალურ, ასე ვთქვათ, რეიტინგებს შორის. მე შემიძლია თქვა, რომ კლება არის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების რეიტინგის, თუმცა არა ისეთი დრამატული, როგორც ამას გვიჩვენებენ. მაგალითად, ეს კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ და ნაცმოძრაობა ერთ დონეზე ვართ. ზოგჯერ ის გვისრებს, ზოგჯერ ჩვენ უსრებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დონეზე ვართ. 11-16% იქნება თუ 13-11, ეს სურათს არ ცვლის. ამ დროს რეალურად ჩვენსა და ნაცმოძრაობას შორის მაგალითად არის რამდენიმე მაგი სხვაობა რეიტინგში. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, შიდა ინფორმაცია, დახურულია კვლევის შედეგები, ამიტომ მაქსიმალურად მოვერიდები პროცენტების დაკონკრეტებას, თუმცა
ბუნებრივია დაახლოებით შეგვიძლია წარმოიდგინოთ რა იგულისხმება ამაში. მაგალითად გარდაბნის არჩევნები, ხო? ანუ ავიღოთ ცალკე კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც გვაძლევს სურათის შეფასების საშუალებას და არის გარდა ამისა სატესტო არჩევნები ჩავატარეთ მარტვილში მაგალითად, სადაც 72%-იანი შედეგი დავდეთ და როგორც 12-13 ისე 14 წლის შედეგები გავამჯობ ესეთ მობილიზებული ხმების თვალსაზრისით, ეს აღნიშნულოვანია, ხაზგასასმელია და ბოლოს ქონდა გარდაბნის არჩევნები, სადაც აი რამდენიმე მაგზე რო იყო საუბარი, დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო მაღალი შედეგი ვაჩვენეთ, ვიდრე ნაცმოძრაობამ და ეს იმ პირობებში, როდესაც საკმაოდ ბევრი სირთულე ქონდა ჩვენ კონკრეტულად გარდაბნის რაიონში, ანუ გარდაბანი არ იყო ჩვენთვის მობილიზებული ხმების რესურსით რა სტრატეგია გაქვთ 2016 წლისთვის. ფაქტია, რომ ისეთი დიდი ენთუზიაზმი ალბათ ეს იქნება, ეს აბსოლუტურ ლოგიკაში ჩდება და იცით, რომ ისეთი დიდი ენთუზიაზმი ყოველ შემთხვევაში ამ წუთში არჩევნებზე წასვლის არ ჩანს. რაღაცაზე გათვლა ალბათ გაქვთ. კი, არჩევნები იქნება მეტნაკლებად პასიური სავარაუდო, თუ მანამდე დავუშვათ არ აიწია ტემპერატურა, ყოველ შემთხვევაში ისეთი აქტიური ნამდვილად ვერ იქნება, როგორც იყო 2012 წელს. თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით თუ რა რაოდენობის ამორჩევლის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გარშემო და ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად თამამად ვთქვათ ის, რომ კონკურენტი ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ რეალურად არ აყავს. ანუ ჩვენ შევძლებთ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ამორჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება 2016 წლის აბსოლუტურში იგულისხმება 50%-ზე მეტი. ანუ ამორჩეველთა ხმების უმრავლესობაზეა საუბარი, თავისუფლად შეგვიძლია ამორჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება, ეს არის მინიმალური შედეგი, რაზეც შეგვიძლია გათვლა გავაკეთოთ, თუმცა ამბიცია ბევრად უფრო 50-ზე მეტია კონკრეტებთ. დიახ, მინიმუმს ვამბობ. ანუ ეს არის პროგრამა მინიმუმად რო განსაზღვროთ, თუმცა ბევრად მაქსიმუმის დაკონკრეტება ამ ეტაპზე გაგვიჭირდება, მოვლენები განვითარდება, ჩვენ მნიშვნელოვანი რა არის, ერთი რომ ჩვენ ძალიან ძლიერი პოზიციები გვაქვს დღევანდელი მდგომარეობითაც, მიუხედავად იმ გარკვეული კლებისა, რაზეც ვსაუბრობთ, და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ზრდის ყველაზე დიდი რესურსი, პოტენციალი მთელ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ ჩვენ გვაქვს. რასაც აქამდე არ ვიყენებთ, ვიცით, რომ თუნდაც პარტიული მუშაობა აქტიურად არ მიმდინარეობდა, რაიონული ოფისები თითქმის ერთი წლის განმავლობაში საერთოდ დახურული იყო და ეს შემდეგ, ანუ პარტიული მუშაობა ძალიან აქტიურად დაიწყება და გარდა ამისა სხვა მიმართულებებითაც, სადაც დღემდე აქტიურად არ მუშაობდით, აუცილებლად გავაქტიურდებით და იმ პოტენციალს, რაც არის რეალურად ჩვენში, აუცილებლად გამოვიყენებთ. ანუ ეს თქვენ თქვით, რომ აანალიზებთ პრობლემებს და შეცდომებსაც. შეგიძლიათ ახლა აუდიტორიას უთხრათ ასეთად მაგალითად ამ დრომდე რას მიიჩნევდით? ბუნებრივია, ჯობია ხარვეზებზე ჩვენმა ოპონენტებმა ისაუბრონ, ისედაც საკმაოდ ბევრს საუბრობენ ამაზე, თუმცა ჩვენთვის თავარი რა არის, რომ დეტალურად თითოეული დარგის მიხედვით, თითოეული საკითხის მიხედვით გავანალიზოთ თითოეული პრობლემა, თითოეული მიმართულება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო საქმიანობის, ხელისუფლების საქმიანობის და ამის შესაბამისად დაგვეგმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. საკმაოდ ბევრი მიმართულებით შეიძლება ბუნებრივია ხარვეზების იდენტიფიცირება. რამ დაგაზარალოთ ყველაზე მეტად? არის არსებობს ესეთი თემები, რაზეც შეგიძლიათ ღიად თქვათ, რომ აი ამან დაგვაზარალა. აი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჯობია იმაზე რამას დაგვაზარალა პრობლემებზე ხარვეზებზე ოპონენტებმა ისაუბრონ. ასეთი ფრაგმენტები იყო, ხო? ჩვენთვის იყო გარკვეული მომენტები, ახლა ამაზე შეიძლება ბუნებრივია ზოგადად დაკონკრეტება ასეთ საკითხების, უბრალოდ მე არ მინდა ამის გაკეთება, იყო გარკვეული ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, რომლებიც თუნდაც პიარულად ძალიან ადვილად აგვარდა ჩვენი ოპონენტების მიერ, ნეგატიური ფორმით იყო ასეთი რამ. ჩვენთვის თავარი რა არის, რომ ჩვენ რადიკალური პრინციპული, ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაგვიდენია. ვართ პირველი ხელისუფლება მთელი ამ, ასე ვთქვათ, 25 წლიანი ისტორიის მანძილზე, უახლოესი ისტორიის მანძილზე, რომელსაც სისტემური დანაშაული არ ჩაუდენია და რომელსაც, ასე ვთქვათ, დანაშაულის სისტემა არ ჩამოუყალიბებია. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი გოზირი, ანუ ჩვენ ზურგს უკან არ არის რაიმე სისტემური დანაშაული, ხარვეზები შეიძლება იყოს, თუმცა ხარვეზები ყოველთვის ექვემდებარება გამოსწორებას. ზოგადად დამატებით იმასაც აღნიშნავ, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე ფონზე გვიწევს მუშაობა რეგიონში, ვიცით, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით ეკონომიკური პრობლემები, არის ეკონომიკური დაღმასვლა მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც ბუნებრივია პირდაპირ ასახვას პოვებს საქართველოზე, ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, მაინც
სახარბიელო არ არის ბუნებრივია ფონი, განსაკუთრებით ეკონომიკური ფონი ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუმცა ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ასე ვთქვათ კონტექსტში მაქსიმალურად იზრუნოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. ირაკლი, პიარი ახსენეთ, ერთ-ერთი ხარვეზი თვითკრიტიკულობის დროს ხოლმე არის, რომ ჩვენ კომუნიკაცია არ გვაქვს, თავიდან უარი ვთქვით, შემდეგ არ გამოგვივიდა და ამ ეტაპზეც მუდმივად ჩანს, რომ არა მხოლოდ გარეთ არის ხოლმე კომუნიკაცია პრობლემური, არამედ შიგნითაც, კოალიციის შიგნით და პარტიის შიგნითაც. კი, აი რას დაარქმევთ თქვენ არმაზახვლედიანის და ვთქვათ ბატონი ვოლსკის გუშინდელ, ასე ვთქვათ, საეთერო გადაძახილს, მოდით ასე ვთქვათ, ეს კომუნიკაციის პრობლემაა თუ ეს უკვე გაუცხოებაა თვითონ ქართული ოცნების შიგნით. მოდი შევახსენებ აუდიტორიას, რომ თქვენი პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზახვლედიანმა გუშინ თქვა, რომ ჯობს რომ ბებერი პოლიტიკური ნიანგები ჩამოიშოროს კვირიკაშვილმა პარტიიდან, რაზეც გაბრაზებულმა ბუნებრივია ბატონმა ვოლსკიმ თავშეკავებულად, თუმცა უპასუხა და თავადაც თქვა, რომ უხეში პასუხი მივეცი მას ამ მოხუც ნიანგებთან დაკავშირებითო. რას, აი როგორ შეაფასებთ თქვენ ახლა აი ამ ამას კომუნიკაციის პრობლემას მე ვერ დავარქმევდი. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ არმაზახვლედიანი წელიწადზე მეტია უკვე აღარ არის. მას შეჩერებული აქვს პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსი. მან თავად გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. იცის ამის შესახებ? თვითონ გააკეთა განცხადება და ახლა გაუგებარია ამ ვითარებაში, რატომ ასე ვთქვათ არქმევს საკუთარ თავს პოლიტსაბჭოს წევრს. ანუ შეჩერება ბუნებრივი არ გულისხმობს შეწყვეტას, თუმცა ის აღარ არის ჩართული არა მარტო პოლიტსაბჭოს საქმიანობაში, საერთოდ პარტიული საქმიანობისგან მთლიანად დისტანცირებულია. მეცაც გეტყვით, მას უკვე წელიწადზე მეტია, ელემენტარული ინფორმაციაც კი არა აქვს, ინფორმაციაზეა საუბარი იმის თაობაზე, თუ რა პროცესები წარიმართება პარტიაში, ნიანგები მართავენ მას ვეშაპები თუ ვინმე სხვა. საერთოდ ინფორმაციას არის მოკლებული და ამ ფონზე ბუნებრივია მისგან განცხადებების გაკეთება რბილად რო ვთქვათ არასწორია. ანუ ინფორმირებული უნდა იყოს ელემენტარულად ეს განცხადება. რას უკავშირებთ თქვენ მის განცხადებებს? ვერ გეტყვით, ნუ არჩევნები ახლოვდება, შეიძლება ვიღაცას უნდადეს თავისი პოლიტიკური წონის აწევა და ეს შემდეგ აი ნამდვილად გამიჭირდება ამის შეფასება. თავი ჩემთვის არის რა, რომ რეალურად ვერ მოხდება ამ განცხადებების იდენტიფიცირება პარტიასთან, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ ბატონი არმაზახვლედიანი არ არის ჩართული არც პოლიტსაბჭოს საქმიანობაში და არც ზოგადად პარტიულ საქმიანობაში შეხება არ ქონია ოდნავის კი ამ ყველაფერთან. აი ბატონო ირაკლი, ნახეთ რა ხდება, მეც წარვადგინე ბატონი არმაზი როგორც პოლიტსაბჭოს წევრი. რატომ არ არის კომუნიკაცია აუდიტორიასთან, რატომ არ ყოფილა ბრიფინგი თუნდაც თქვენი, რომელსაც თქვენ იტყოდით, რომ ეს ადამიანი აღარ არის უკვე პოლიტსაბჭოს წევრი. აი რატომ არ გვეუბნებით თუნდაც მედიას, რომ ჩვენ გქონდეს სწორი ინფორმაცია. ნუ შარშან გაკეთდა განცხადება, ამასთან მთელი აჟიოტაჟი იყო წინა განცხადებებთან დაკავშირებით, შარშანდელ განცხადებებთან დაკავშირებით არმაზახვლედიანის, შემდეგ მან გააკეთა ღია განცხადება პოლიტსაბჭოს წევრობის შეჩერების თაობაზე, აქედან გამომდინარე წესით ჩავთვალეთ, რომ მედია სპექტრისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო იმის თაობაზე, რომ ანუ ქართული ოცნების სახელით არმაზახვლედიანს არა აქვს ამ ეტაპისთვის საუბრის უფლება. მეცაც გეტყვით, მე ვარ აღმასრულებელი მდივანი და ვიდრე არ შეჯერდება ხოლმე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები პარტიის შიგნით, მანამდე ბუნებრივია თავსიკავებ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისგან. ასეთი პროცედურები აქვს ნებისმიერ ორგანიზაციას, მეტნაკლებად სხვა ორგანიზაციას, დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციებით და პირველ რიგში ბუნებრივია პარტიაში უნდა იყოს ასეთი დისციპლინა დაცული, ანუ არ შეიძლება განცხადებების გაკეთება ბუნებრივია პარტიის სახელით თუ პირდაპირ თუ ირები ფორმით, თუ შეჯერებული არ არის პოზიციები ორგანიზაციის შიგნით. ერთია დემოკრატიის ამ განცხადებამ დაგაზარალათ მაგალითად თქვენ და მანამდეც გაკეთებულმა მიმოხილვებმა, სადაც პრინციპში ოცნების სამზარეულო გაიხსნა. ვერ ვიტყვი, რომ არმაზახვლედიანი არის ისეთი ფიგურა, რომლის განცხადებებსაც შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა პარტიისთვის, მას არც შესაბამისი სტატუსი აქვს და სხვა თვალსაზრისითაც ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული ზიანი მოვიდანა ამ ყველაფერმა. აი ხა თქვენ რომ ამბობთ, რომ უნდა შეჯერებული იყოს პოზიცია, რომელსაც ახმოვანებს ნებისმიერი მით უმეტეს საკვანძო პოზიციაზე მყოფი წევრი პარტიის, თქვენ ერთ-ერთი ასეთი ხართ, სამეულში ხართ ხომ პარტიის მმართველთა შორის. მე მაინტერესებს, როდესაც თქვენ თქვით აი ცნობილი ფრაზები მსახიობების და კულტურის მუშაკების მისამართით, რომ ისინი სასურველია ნაკლები დოზით იყვნენ წარმოდგენილნი, ვთქვათ, სიაში. ეს იყო შეჯერებული? ზოგადად, შეიძლება იმასთან დაკავშირებით თუ
რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს პარტია, მათ შორის ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლობა, ასე ვთქვათ, ჩვენი ფრაქცია მომავალ პარლამენტში, ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა იყო, დიდი ხანია მიმდინარეობს ღია დისკუსიაც ამ საკითხებთან დაკავშირებით. თვითონ ამ განცხადებაზე მე ვიტყვი, რომ კონტექსტიდან, როდესაც არის მოწყვეტილი გარკვეული ფრაზა და ისე ტრიალებს და უშუალოდ Facebook-ზე თუ მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის საშუალებებით, ბუნებრივია სხვანაირად აღიქმება ხოლმე. რეალურად მთლიანად პოზიტივზე აგებული იყო ის ინტერვიუ, რომელიც მე მივეცე. მაშინ აქ საუბარი იყო რაზე, რომ ბუნებრივია პროფესიებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, როდესაც საუბრობ ჩვენ პარლამენტში, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმომადგენლობის განახლებაზე, ჩვენ ვიცით, რომ არის მიმართულებები, სადაც მოვისუსტებთ, ხო? ჩვენი ფრაქცია მოისუსტებს, არის მაგალითად კანონშემოქმედება, ანუ იურისტების კუთხით დამატებით, ასე ვთქვათ, გაძლიერება გვესაჭიროება ეკონომიკის, საფინანსო ეკონომიკური მიმართულებით და ასევე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, სადაც გვჭირდება გაძლიერება და ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ გუნდის განახლებაზე, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს შესაბამისი პროფესიის ადამიანებს, ანუ პროფესიული ცოდნა უნდა გქონდეთ ახალსახეებს, მათ დიდ ნაწილს, გარდა შესაბამისი პოლიტიკური უნარებისა. ნუ გამოდის მაინც რომ შესაძლოა თქვენ არ დაგიძახიათ კონკრეტული ადამიანებისთვის ბებერი ნიანგები, მაგრამ შესაძლოა რაღაცა მსგავსი იგულისხმეთ, როდესაც თქვით რომ პრინციპში გასაგებია რაც იგულისხმეთ, ადამიანები, ვინც არ არიან პროფესიონალები კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას წარმოადგენენ ისინი და ხანდახან გაზარალებენ კიდეც თავიანთი ყოფნით თქვენ სივრცეში ისინი აღარ იქნებიან. რაღაცა მსგავსი არის პარალელურად შეიძლება გავავლოთ. სათანადო ბალანსი იყოს დაცული. ნებისმიერ პარლამენტს ვერ ნახავთ სოფლიოს მასშტაბით ისეთ, სადაც არ არიან წარმოქმნილი პარლამენტში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებთაც პირდაპირ შეხება არ აქვს საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკასთან, ხო? ნებისმიერ პარლამენტს ესაჭიროება სხვადასხვა დარგის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის იგივე შემოქმედების სფეროს წარმომადგენლები, სპორტსმენები და ეს შემდეგ. პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო, ეს არ არის სამინისტრო ან სხვა ტიპის სახელმწიფო უწყება, სადაც მოხელეები ბუნებრივია პროფესიული ნიშნით უნდა შეარჩიო. ხო, პარლამენტი პირველ რიგში არის სახალხო წარმომადგენლობის ორგანო და აქედან გამომდინარე, აქ უნდა იყვნენ წარმოდგენილი არა მარტო კონკრეტული დარგების ანუ შესაბამისი დარგების პროფესიონალები, არამედ უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ავტორიტეტით, რეპუტაციით, ცნობადობით და ეს შემდეგ. ეს აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივია უზრუნველყოფილი ჩვენ პარლამენტში, თავარია რომ ბალანსი იყოს სწორად დაცული და ასეთ პირობებში ბუნებრივია პარლამენტი აუცილებლად გაძლიერდება და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ, რომ შევარჩიოთ ადამიანები ისე, რომ შეიქმნას ჩამოყალიბდეს საბოლოო ჯამში სწორი ბალანსი და კიდევ ერთხელ აქცენტი ბუნებრივია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე უნდა გაკეთდეს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები და იქ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ. სია, რომელიც ჯერ არ ვიცით როგორი იქნება, მაგრამ ახლა ის რაც თქვენ გითხარით, სავარაუდოდ არის უკვე დადგენილი შიგნით პარტიაში, ხომ? რა ტიპის სია უნდა იყოს? ალბათ ძიებაში ხართ კანდიდატურების თუ უკვე მოძებნილი გყავთ უმეტესობა? განსაზღვრულია კრიტერიუმები, ძალიან მკაფიოდ ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს სია, როგორც პარტიული სია, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია, თუმცა რაც შეეხება თვითონ სიის ფორმირებას, ჯერჯერობით არც ერთი სახელი და გვარი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. მოლაპარაკებები შეიძლება იყოს რეკომენდატორი თვითონ უკაცრავად რომ ჩაგეჭერით რეკომენდატორი. აი ეს კარგი კაცია და კარგი იურისტია და ჩავსვათ სიაში. ვის აქვს ამისი უფლება კოალიციაში, კი არა და პარტიაში, ამ შემთხვევაში ჯერ პარტიაზე ვსაუბრობთ, რომ თქვენი კვოდით ჩაჯდეს. რეკომენდატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის წინა პლანზე პარტიულ საქმიანობაში, ძალიან, ასე ვთქვათ, ფართო შეიძლება იყოს ამ ადამიანების სპექტრი. თავარია რომ საბოლოო ჯამში გუნდმა განიხილოს თითეული კანდიდატურა, დაადგინოს რამდენად შეესაბამება ეს კონკრეტული კანდიდატურა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ჩვენს მიერ არის ჩამოყალიბებული და საბოლოო ჯამში თავარია რომ ჩვენ გუნდურად შევჯერდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები საბოლოო სიასთან დაკავშირებით, როგორც ერთ ისე მეორე სიასთან. ვიზირება ვისი იქნება ივანიშვილი ამ პროცესში აქტიურად ჩართული. ჩვენ ქონდა გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებითაც, მასთან ვერ გეტყვით როგორ გაგრძელდება, რამდენად აქტიური იქნება, რა აქტიურად გაგრძელდება ეს კონსულტაციები მომავალში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს პარტიაში ჩვენი ფორმალიზებული პროცედურები, პარტიას ყავს თავის ხელმძღვანელი, პარტიის თავმჯდომარე და
პროცესები არსებითად ბუნებრივია პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარიმართება. თუმცა ის თითქმის დაუჯერებელი იქნება აუდიტორიისთვისაც, რომ სიას არ ნახავს ივანიშვილი და არ შეიტანსვლილებებს. ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებულია პროცესების განვითარებაზე თუ რამდენად აქტიურად ჩაერთვება ბატონებიძინა სიის ფორმირების პროცესში. პირველი ნომერი თქვენ იქნებით მომხრე, რომ იყოს კვირიკაშვილი სიის სათავეში. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ბატონი გიორგი არის ბუნებრივია როგორც კოალიციის, ისე პარტიის ლიდერი, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, ასე ვთქვათ, თქვენი მსჯელობა, რომ ის ლოგიკურად შეიძლება იყოს პარტიის სიის და კოალიციის სიის პირველი ნომერი, თუმცა ვიცით, რომ პირველი ნომერი ისეთ საკითხია, რომელიც სხვადასხვა კუთხით განიხილება ხოლმე, ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც კოალიციები, პარტიები პირველ ნომრად არჩევენ არა პოლიტიკურ ლიდერს, შესაბამის საარჩევნო სუბიექტის, არამედ უბრალოდ ცნობად ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტით, ანუ პიარული კუთხითაც სხვადასხვა კუთხით არის ეს თემა გასავლელი, ჯერ ნუმერაცია განსაზღვრული არ არის ჩვენ სიაში და საბოლოო ჯამში ესეც გუნდური მსჯელობის საფუძველზე გადაწყდება. ანუ არ არის გამორიცხული, რომ კვირიკაშვილი არ იყოს პირველი ნომერი და იყოს მაგალითად კალაძე. ამაზეც არის საუბარი აქტიური. გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის ლიდერი, კოალიციის ლიდერი არის, ასე ვთქვათ, გიორგი კვირიკაშვილი, ლოგიკურია, რომ ის იქნება ალბათ სიის პირველი ნომერი, დანარჩენი არის ჯერჯერობით თეორიული მსჯელობა, ყველაფერი დამოკიდებულია კიდევ ერთხელ გამიმეორებ გუნდურ მსჯელობასა და გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება კოალიციას, რამდენად მიიღებს ქართული ოცნება პირობებს კოალიციის სხვა მოთამაშეებისგან, მაგალითად რესპუბლიკელებისგან, რომლებსაც ყოველთვის აქვთ თავისი დათქმები ურთიერთობის დროს. ჩვენ ბუნებრივია კოალიციურ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას და ვართ მონდომებული, რომ კოალიცია მაქსიმალურად ხარად შევინარჩუნოთ. ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის იგივე სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც არის ერთ-ერთი პრინციპული საკვანძო პოლიტიკური საკითხი, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა განვიხილოთ კოალიციურ რეჟიმში. ჯერჯერობით შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაწყებულა, ეს შემიძლია გითხრათ, ეს ჩვენმა პარტნიორებას დააფიქსირეს, თუმცა უახლოეს მომავალში დაიწყება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ბუნებრივია პარტიებზე, ხუთივე პარტიაზე არის დამოკიდებული ის თუ რაზე შევთანხმდებით და საბოლოო ჯამში როგორ შეჯერდება ის სია, რომელთაც უნდა წარსდგეთ ამორჩევლის წინაშე. პირობებს ვინ აყენებს კოალიციაში ქართული ოცნება? პირობებს ბუნებრივია ყველა სუბიექტი დააყენებს, ყველას ექნება თავისი პირობები, საბოლოო ჯამში თავარია, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართოთ ჩვენ დისკუსია, შეიძლება და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას, როგორც სიასთან დაკავშირებით, ისევე სხვა პრინციპულ საკვანძო საკითხებთან. და ფინალში კლებამატებას ელით კოალიციაში? ჯერჯერობით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მუშაობთ კოალიციურ რეჟიმში, ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში და ასე ვფიქრობთ მუშაობის გაგრძელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოალიცია პირველ რიგში იმისათვის, რომ პლურალიზმი შევინარჩუნოთ, შიდა კოალიციური პლურალიზმი თავისთავად აძლიერებს ქართულ დემოკრატიას. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ მაქსიმალურად მონდომებული, რომ ყარად შევინარჩუნოთ ის კოალიცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული. დანარჩენს უკვე მოვლენათა განვითარება. ჩვენი სტუმარი იყო რამდენიმე დღის წინ ფორუმის ლიდერი გუბა სანიკიძე, რომელმაც დარწმუნებით ვერ თქვა, იქნება თუ არა კოალიციაში ფორუმი. მან თითქოს სურვილი გამოთქვა, მაგრამ თქვა, რომ ბევრ საკითხზე, მათ შორის მთავარი იდეაზე შესათანხმებელია კოალიცია როგორ მიდის მომავალი 4 წლის მანძილზე. თითქოს და ეს დაასახელა მიზეზად, რომ შესაძლოა არც იყოს კოალიციაში ფორუმი. შეიძლება ეს კითხვა გაჩნდეს. დარწმუნებით ბუნებრივია არ ჩვენი მხრიდან არ შეიძლება რაიმეს თქმა, ყველანაირი თეორიული ვარიანტი შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ მოძალდინებული, ჩვენ ვართ მონდომებული, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთობა ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან, დანარჩენს გვიჩვენებს მოვლენათა განვითარება. თქვენც ახსენეთ, რომ ყოველს თავისი პირობები შეიძლება გქონდეს და ბუნებრივია ამ ყველაფერზე იქნება მსჯელობა. მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს იმას, თუ რა სახით წარსდგება საბოლოო ჯამში კოალიცია ამორჩევის წინაშე ოქტომბრის არჩევნებში. დიდი მადლობა. ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ეს გახლდათ გადაცემა ჟიჟილაშვილის სტუდია, თქვენ ხვალ დაგიბრუნდებათ იგივე სტუდია დღის 4-ზე ვახოც ანაიასთან ერთად დროებით. ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე.